25 იანვარი უკრაინის პრეზიდენტის დაბადების დღეა. მოდით მოვუსმინოთ კიევის მოქალაქეებს, როგორ მიულოცავდნენ ისინი ზელენსკის ან რა საჩუქარს გაუკეთებდნენ. საკვირაო კაბას, პირად ადგილს კრემატორიუმში, სასურველია მანამდე, ვიდრე ჯერ კიდევ ცოცხალია. ალბათ ცოტა გონებას, საღაზრს. ვუსურვებ, რომ მალე დასრულდეს მისი საპრეზიდენტო ვადა. სავარაუდოდ არაფერს. ახლა რისთვის უნდა ვაჩუქოთ რამე? გოგონი, აი ეს არის ჩემი მილოცვა. აბებს თავისთვის. ტუჩსაცხს. ემპათიას ვუსურვებდი ხალხის მიმართ. როგორც ჩანს თვითონ თბილადაა, ჩვენ კი ყველანი ვიყინებით. ის უბრალოდ იბრძვის და იბრძვის. ცოტა თანაგრძნობას ვუსურვებდი, უფრო მეტად ადამიანური რომ იყოს. სიმართლე გითხრათ, არაფერს ვუსურვებდი. რაც ახლა ხდება, მინდიჩი და სხვები, ის მათთან კავშირშია. ამიტომ არაფერს კარგს არ ვუსურვებ. რთულია სიტყვების პოვნა, რომ მას რამე ვუსურვო. კარგს არაფერს ვუსურვებ. მისი წინასაარჩევნო დაპირებების პრეზენტაციას გავაკეთებდი. შემდეგ კი ან ციხეში ჩავსვამდი, ან თავიდან მოვიშორებდი. რამდენიმე გამათბობელს და ეკოფლოს, როგორმე ხომ უნდა გათბე. ვაჩუქებდი მაკიაველის მთავარს, ჰობსის ლევიათანს და ჟან-ჟაკ რუსოს. ორ ყვავილს, საღამოს კიევის ტკბილეულს. ვუსურვებდი, რომ პრეზიდენტობის ნაცვლად ისევ სადმე წავიდეს და იცეკვოს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.